21 საუკუნის პრობლემა არის ეს, რომ მშობლები ემოციურად მისაწვდომები არ არიან თავის შვილისთვის. შეიძლება ფიზიკურად მთელი დღე იყოს დედა არ მუშაობდეს, მაგრამ არ იყოს ემოციურად მისაწვდომი. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანი გაატარებ, შეიძლება 15 წუთი საკმარისი იყოს. ამას რომ ვამბობთ, ძალიან უკირთხულობ მშობლებს და დანაშაულის განცდა აქვთ, ხო, რომ აი მე მთელი დღე გასული ვარ. არ არსებობს იდეალური მშობელი ხალხო. არ არსებობს ეგეთი. როგორც ვინიკოტი იძახდა, ჩვენთვის თავარია ვიყოთ საკმარისად კარგი მშობლები. რას ნიშნავს საკმარისად კარგი მშობელი? ემოციურად მისაწვდომი მშობელი. რას ნიშნავს ემოციურად მისაწვდომი მშობელი? რომელიც ნახეთ რა შვება, რომელსაც ესმის შენი ემოციის, მაგრამ შენ ასე ვთქვათ სურვილებზე ესი არ დადის, რომელსაც აქვს ძალიან მკაფიო ჩარჩო, სადაც შენ თავისუფალ არჩევანს გაძლევს.